იგი თუ თქვენ მუდმივად დარდიდან ნერვიულობა გიპყრობთ, შიში ან დაძაბულობა, გაქვთ პანიკური შეტევები, ჰაერის უკმარისობა და მსგავსი ტიპის პრობლემები, როგორც უკვე გითხარით, აუცილებლად გვადევნეთ თვალი, იმიტომ რომ სწორედ თანამედროვე სამყაროსთვის ძალიან დამახასიათებელ პრობლემაზე, იმ ემოციურ ფონზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქვია შფოთვითი აშლილობა. კი, და რაც თავარია, აუცილებლად, აი, შფოთვა ანონსის დროს დამემართა, ხო ნახე? ეს არ არის შფოთვა, შენ არ აი, გვეტყვის, მიშო გვეტყვის ამას, თუმცა იქამდე საჯაროდ გამოსვლის დროს შფოთვები. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის შფოთვა, რა სიმპტომები აქვს, რისგან არის გამოწვეული და შესაბამისად როგორ შეგვიძლია ჩვენი ჩართულობით საკუთარ თავსაც და სხვასაც რა საკვირველია გარკვეულწილად გვერდში დაუდგეთ ამ პრობლემების გადალახვაში, იმიტომ რომ მეც გქონია და მეც მაქვს კითხვები, არ დაგიმავალთ, იმიტომ რომ ეს შფოთვა შეიძლება იყოს გამოწვეული უამრავი რაღაცისგან. თუნდაც გადაცემის წინ სტუდიაში ეთერში შემოსვლის პერიოდში, ხო, ესეც თავისებური შფოთვა. მოკლედ, მიშა დუმბაძე იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო საუბარი გვერდის. მიშა, მოგესალმები, მადლობა, რომ ხარ ჩვენთან. მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გვიხარია, რომ დღეს ხარ ჩვენთან ერთად, მით უმეტეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენს ხო შფოთვითი აშლილობა ჩვენს როგორც ცხოვრების ხარისხზე, ასევე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ხშირ შემთხვევაში ეს ის პრობლემა ხდება ხოლმე, რომელმაც შესაძლებელია ადამიანის სოციალურ იზოლაციამდეც კი მიიყვანოს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ დღეს თქვენთან ერთად დავისწავლოთ ყველა ის ტექნიკა, რომელიც მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას მართონ ეს მდგომარეობა. თუმცა თავდაპირველად მინდა შევეხოთ აუცილებლად სიმპტომატიკას, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში. აი, ჩვენი ორგანიზმის მხრიდან გამოხატული რა სიმპტომები არის შესაძლებელი მივიჩნიოთ, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი ვართ. პროექტში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ამ აქტუალურ თემაზე სასაუბროთ. ამ თემის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ 2019 წელს ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად მსოფლიოში მენტალური დაავადებების პრევალენტობა 970 მილიონს უდრიდა და თითქმის მილიარდამდე და მათ შორის ყველაზე ხშირი იყო სწორედ შფოთვასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობა. სტატისტიკა და ციფრებიც ამას მიუთითებს, რომ დაახლოებით 301 მილიონი შემთხვევა 970-დან სწორედ შფოთვით აშლილობაზე მოდის. საქართველოშიც მომართვიანობა შფოთვით აშლილობასთან დაკავშირებული სიმპტომებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ თუ რა სიმპტომები არის დამახასიათებელი შფოთვებისთვის. შფოთვისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა შეგვიძლია ორ ჯგუფად ავუყოთ. ეს არის ფსიქიკური სიმპტომატიკა და სომატური, ანუ ფიზიკური სიმპტომები. ფსიქიკური სიმპტომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ცუდი წინათგრძნობა. გარდაუვალი კატასტროფისა და რაღაც აურიდებელი უბედურების მოლოდინის შეგრძნება, რომელსაც პაციენტი სამწუხაროდ თავს ვერ აღწევს. ძალიან შემაწუხებელი და დამტანჯველი გრძნობა, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია. ორი სიტყვით ამ სიმპტომებსაც ავხსნი. დერეალიზაციის დროს პაციენტს გონია, რომ ის არის ბურუსში, ნისლში, სიზმარში, მის ირგვლივ არსებული რეალობა თითქოს ბურუსით არის მოცული. დეპერსონალიზაციის დროს პაციენტს აღინიშნება საკუთარ გრძნობებთან, ემოციებთან და საკუთარ მესთან გაუცხოება. ფიზიკურ ან სომატურ სიმპტომებს რაც შეეხება, ეს შეგვიძლია დავაჯგუფოთ სხვადასხვა სისტემის მიხედვით. საჭმლის მომნელებელი სისტემის თვალსაზრისით წამყვანი სიმპტომატიკაა პირის სიმშრალე, ყაბზობა ან დიარეა, შებერილობა, სლოკინი და სხვა. სასუნთქის სისტემის მხრივ ჰიპერვენტილაცია, ანუ ხშირი ზედაპირული სუნთქვა, რაც თავისუფლ პრობლემას წარმოადგენს, რადგან შესაძლებელია ორგანიზმის მჟავად-უტოვანი ბალანსი დაარღვიოს. გულსისხლძარღვთა სისტემის თვალსაზრისით ხშირია პულსის აჩქარება, რასაც ტაქიკარდიას ვეძახით, წნევის მატება და პულსის ჩავარდნები, არითმიული ეპიზოდები. შარდ-სასქესო სისტემის გამოვლინებებიც ახასიათებს, როგორებიც არის შარდვის შეუკავებლობა, სექსუალური დისფუნქცია, ძალიან ხშირია ძილის დარღვევები, ასევე კუნთების დაჭიმულობა, მიმართვიანობა ძალიან მაღალია პირველადი ჯანდაცვის სფეროს მიმართ, პაციენტებმა ხშირად არ იციან, ეს
კუნთების დაჭიმულობა თუ სხვა სიმპტომები გონიათ რომ რაიმე ორგანული პათოლოგია. სწორედ ამის შესახებ მინდა კითხოთ, აი თქვენც ახლა როგორც ფიზიკური, ისევე ემოციური შფოთვითი აშლილობის სიმპტომები მართლა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს მუდმივად აქვთ იმის განცდა, რომ აუცილებლად ის მთელი რიგ დაავადებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. საინტერესოა, მიშო ამ დროს არის თუ არა საჭირო იგივე მივმართოთ სხვა ტიპის ანალიზებს და დავიწყოთ კვლევა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც ხშირ შემთხვევაში ვაკეთებთ ხოლმე, მაშინ როდესაც გვაქვს ეს გამოწვევა ცხოვრებაში. დიახ, საინტერესოა შფოთვითი აშლილობა იმით, რომ ის დაკავშირებულია სამედიცინო სერვისების მაღალი უტილიზაციის ხარისხთან, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტები ხშირად ვეკავენ სასწრაფოში, მიდიან ოჯახის ექიმთან, და როცა პასუხად იღებენ, რომ იცით თქვენი სიმპტომი შეიძლება ნევროზული იყოს, დაკავშირებული ფსიქოემოციურ ფონთან და ფსიქიატრის კონსულტაცია შეიძლება გჭირდებოდეთ, პაციენტის მიმღებლობა ცოტათი დაბალია ამ კუთხით და სხვადასხვა ექიმთან ხდება ვიზიტის ჩანიშვნა სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით. რაც შეეხება ანალიზები ახსენეთ თქვენ, იცით როგორ არის ფსიქიკური დაავადებები დიდწილად განპირობებული შფოთვითი აშლილობა ძირითადად განპირობებულია პირველადად ფსიქიკური პათოლოგიით, ანუ პირველადად ფსიქიკური პრობლემაა, თუმცა საჭიროა ვიცოდეთ ისიც, რომ ის სხვა ორგანული პათოლოგიის ფონზე შეიძლება მიმდინარეობდეს. ხშირია შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ხშირია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემთხვევაში, ასევე თირკმელთა და ჯირკვლის პათოლოგიის, როგორც არის ფეოქრომოციტომა მაგალითად, თუ კი კლინიცისტი, ექიმი, ფსიქიატრი მიიტანს ეჭვს, რომ შფოთვა არის არაპირველადად განვითარებული, არამედ სხვა ორგანოს დაზიანების ფონზე, შესაძლებელია სპეციფიკური ანალიზების ჩატარება. თქვენ ფარისებრი ჯირკვალი ახსენეთ და აქვე ვეტყვი აუცილებლად ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჯანმრთელობის ამ პრობლემაზე ძალიან მალე, სულ რამდენიმე წუთში პრინციპში ჩვენ სტუმართან ერთად თამარ ნემსაძესთან ერთად ვისაუბრებთ. კი, თაკო შენ ნაწილობრივ შეეხებ ამ შფოთვით გამოწვეულ ვითარებას უნდა მიმართოთ თუ არა ექიმს. მიშო, მე აუცილებლად მინდა კითხვა, მაგალითად არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ელემენტარულად მოლოდინი ძალიან მაგარ რაღაცას გაუსვით ხაზი, იმიტომ რომ ის რაც ხვალ ან ზეგ უნდა მოხდეს და ეს შინაგანად შენ გაფორიაქებს, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ პირობითად ვერ გააკეთო ის დაგეგმილი საქმეები, რაც ხო, ბუნებრივია, არ გაძლევს ძილის საშუალებას ნორმალურად, გეღვიძება ხო, ღამის განმავლობაში რამდენჯერმე, იმიტომ რომ მუდმივად ფიქრობ რაღაცაზე და პლუს ამას შფოთვა წარმოქმნის ასევე ჩემი აზრით ვალდებულებები, რომელიც თქვათ გაქვს თუნდაც იგივე მეორე დღეს ან მესამე დღეს ან მომდევნო დღეებში გასათვალისწინებელი და მოსაგვარებელი. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება ამ ექიმს ხო არ მიმართავ არა ამ ვითარებაში, როდესაც შინაგანი გზნობა გაქვს ასეთი. საინტერესო შეკითხვაა, დიდი მადლობა. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ მეცნიერთა ძალიან დიდი ჯგუფი მიიჩნევს, რომ შფოთვა გარკვეული ხარისხით სასარგებლოც კი არის. ბუნებრივია საუბარია მსუბუქ შფოთვაზე. ვინაიდან ის გვეხმარება შინაგანი მენტალური თუ ფიზიკური რესურსის მობილიზებაში და რაღაც კონკრეტული დავალების უკეთ შესრულებაში. ეს ნაცნობია მაგალითად მუსიკოსებისათვის სცენაზე გასვლის წინ შემოქმედებითი ღელვა, რომელიც აღინიშნებათ, ასევე სპორტსმენებისათვის. ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც შფოთვა ხდება გადაჭარბებული და ის იწვევს ფუნქციონირების მოშლას ადამიანში. ანუ კონკრეტული დავალების შესრულებაში კი არ ეხმარება, არამედ პირიქით ხელს უშლის. გამოხატულია დისტრესი, უძილობა და სხვა სიმპტომები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია. ნამდვილად სტრესულია ამ მდგომარეობაში ცხოვრება. ამიტომ მოდი ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე გადავიდეთ, მიშო, რასაც უკვე პირველადი დახმარების წესები ქვია. საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მარტო ვართ და არ ვიცით, როგორ უნდა ვებრძოლოთ შფოთვით აშლილობას, როგორია ეს თანამედროვე ტექნიკები, ინსტრუმენტები, რომელთაც შევძლებთ დახმარება აღმოუჩინოთ როგორც საკუთარ თავს, ისევე ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანს. მით უმეტეს ვიცით, რომ აი ამ დროს ხშირად არსებობს ესეთი ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები, რომელმაც შეიძლება ძალიან დაამძიმოს კიდეც პაციენტის მდგომარეობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვექცეთ სხვას და ასევე საკუთარ თავსაც. ხო და ბოდიში ერთს დავამატებ, ალბათ, როდესაც მარტო ხარ და ეს შეგრძნება გაქვს, შეიძლება ეს პანიკურ შიშიც გადაიზარდოს, ხო? ძირითადად ეს ხდება, ხო? ყველაზე ინტენსიური შფოთვა. დიახ.
სამწუხაროდ არ არსებობს ისეთი უნივერსალური ტექნიკა, რომელიც ამ პანიკურ შეტევას ან შფოთვას უცებ მოხსნის. თუმცა რასაკვირველია, ჩვენ პაციენტებს ვასწავლით, ფსიქოგანათლება არის პაციენტის კონსულტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც მათ ვასწავლით იმ ტექნიკებს, რომლებიც დაეხმარება შფოთვასთან გამკლავებაში. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტის ოჯახის განათლება, ფსიქოგანათლებაც. პირველ რიგში აუცილებელია, ეხლა მაქვს პანიკური შეტევა. გრძნობ ჰაერის უკმარისობას, პულსი მაქვს აჩქარებული, გახშირებული გულისცემა და ვარ ძალიან ცუდად და აი ეხლა ლაშა მიშველე, რას აკეთებს ლაშა? თუ არ მასწავლის მიშო როგორ უნდა გიშველო, ვერ გიშველი. მოდი ჯერ თქვენ გასწავლით როგორ უნდა მოვიქცეთ და შემდეგ თუ მარტო არის მაგ შემთხვევაში, ხო? იცით, ამ დროს ფოთვის და პანიკური შეტევის დროს პაციენტის გონებას იპყრობს ისეთი ფიქრები, როგორებიცაა ხომ არ მოვკვდები, გული ხომ არ წამივა, გული ხომ არ დამარტყამს, ტვიში სისხლი ხომ არ ჩამიქცევა და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი ფრაზები. აუცილებელია პაციენტი დავაჯეროთ, რომ თვითტრეინინგი, ანუ თვითტრეინინგი მნიშვნელოვანია, ანუ ამ ფიქრებს არ უნდა ავყვეთ და ჩვენი ამ ფიქრებს შეუსაბამოთ უფრო სწორი კოგნიციები, სწორი ფიქრები, როგორებიცაა. ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ფიქრები ჩემი დაავადების, ჩემი აშლილობის ნაწილია. მე ახლა პანიკური შეტევა მაქვს, რომელიც რამდენიმე ხანში, რამდენიმე წუთში შეიძლება გადამივლის, საფრთხე არ მემუქრება და ვარ უსაფრთხოდ. აი ეს ფიქრები უნდა შეუსაბამოს პაციენტმა. ნეგატიური ფიქრები ჩავანაცვლოთ პოზიტიური ფიქრებით რამენაირად? აბსოლუტურად. ხო, საკმაოდ რთულია ხოლმე, მაგრამ რასაკვირველია რთულია ეს, თუმცა გამოცდილებასთან ერთად ეს შედარებით უფრო მარტივი ხდება პაციენტს. მოდი, სანამ მეც მასწავლი როგორ უნდა მოვიქცე, როგორ დავეხმარო თაკოს თქვა ამ შემთხვევაში, ვნახოთ ანიმაცია, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეს გასცემს პასუხს და შემდეგ დავბრუნდეთ ისევ ეთერში. ამ საკმაოდ მკაფიოდ ჩანს თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის სხეული, ორგანიზმი, იგივე გულის გახშირებული ცემა, სოციალური იზოლაცია ვახსენეთ და ეს სწორედ ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს მარტო სურს დარჩენა და არის ნეგატიური ფიქრებით დატვირთული. შემდეგი ეტაპი პანიკური შეტევა იყო. ესეც პრინციპში არის დაკავშირებული არაჯანსაღ ფიქრებთან და იმ შიშებთან, რომელიც გვაქვს ხოლმე მომდევნო დღეების გარშემო დაგეგმილ საქმეებთან მიმართებაში. და მარტოსული ადამიანი, პანიკური შეტევები ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში იმდენად რთულია გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, რომ მზად ვართ ყველა იმ პოზიტივზე, რომელიც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, ვთქვათ უარი და ხშირ შემთხვევაში აი სახლიდან გასვლის მომენტში, მაშინ როგორც კი გადავდგამთ ხოლმე პირველ ნაბიჯს და გადავაბიჯებთ ზღრუბს, თითქოს აი ჩვენ და უნებურად ვარდებით ხოლმე აი ამ შიშის მდგომარეობაში, რომ შესაძლებელია გავხდეთ ცუდად, აი თქვენ ახსენეთ, რომ ისეთი ძაფრი შიში, როგორც არის იგივე სიკვდილის შიში, ხშირ შემთხვევაში ეუფლებათ ხოლმე ადამიანებს და პრინციპში ახლა მე მინდა უკვე რომ გადავიდეთ იმ ნაწილზე, როდესაც შეგვიძლია სხვა ადამიანს აღმოვუჩინოთ დახმარება. გვაქვს ასევე ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად ვრცელდება, ეგრეთ წოდებული თანამედროვე ტექნიკები, რომლითაც შესაძლებელია რომ აი ეს პირველადი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენთვის თუნდაც უცნობ ადამიანს. აუცილებელია ვიცოდეთ პირველ რიგში პაციენტის უპირატესობები. თანმხლებმა პირმა არ უნდა ჩათვალოს, რომ მან უკეთ იცის პაციენტის საჭიროებები და არ უნდა ვუთხრათ, ეხლა სიმშვიდე გჭირდება, ეხლა წაბალი გჭირდება, ახლა წყალი გჭირდება და ასე შემდეგ. უნდა ვკითხოთ, რა სჭირდება პაციენტს. მეორე, უნდა შევახსენოთ სუნთქვითი ტექნიკის შესახებ. ეს არის სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია შფოთვასთან გამკლავების თვალსაზრისით. ეს არის ცხვირით გახანგრძლივებულად შესუნთქვა, ღრმად ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება რამდენიმე წამით და შემდეგ მოყმული ტუჩებით გახანგრძლივებული ამოსუნთქვა. ეს ციკლი რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ. ეფექტურობა განპირობებულია იმით, რომ ღრმად ჩასუნთქვის შემთხვევაში ხდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია, რაც ჩვენს დამშვიდებას იწვევს. ტუჩები ამას გულისხმობს, ხო? ანუ ცხვირით უნდა შევისუნთქოთ. შევისუნთქოთ, შევიკავოთ და გახანგრძლივებულად მოყმული ტუჩებით გამოვისუნთქოთ. ასევე მნიშვნელოვანია
ეგრეთ წოდებული mindfulness-ის ტექნიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ პანიკური შეტევის დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხშირია დერეალიზაციის მომენტები, პაციენტის შეგრძნებების ვალიდაციას და მისი პაციენტების ემოციების ფიქსაციას ახლა და აქ, ამ მომენტში. მარტო სავარჯიშოს ვაკეთებ, პაციენტს ვეუბნებით, გაიხედოს ირგვლივ და დაასახელოს 5 რამ, რასაც ხედავს. და ასე უნდა შეეხოს 4 რაღაცას, რაც თქვა მის გარშემოა. მოდი, ლაშა, შენ მაგალითზე ვქნათ. ანუ იმ შემთხვევაში თუ ლაშას აქვს პანიკური შეტევა, პირველი მე რასაც ვაკეთებ, ესე იგი ლაშას უნდა ვთხოვო, დაასახელოს 5 რამ, რასაც გარემოში ხედავს. თაკო, მიშო, ჭიქა, ბოთლი, კალამი. კი, შემდეგი საფეხური რა არის? ეხა 4 რამ რისი ხმაც თუ არ მშველის ეს რა უნდა ვქნა მაშინ? აი ვაგრძელებთ ეხა ეს ტექნიკა საფეხურებია. დიახ. 4 რამ, რასაც შეგიძლიათ რომ ხელით შეეხოთ. შეგიძლიათ შეეხოთ. ჭიქა, იგივე ბოთლი, აგერ ავიცი. ანუ მას კონცენტრაციის უნარი ამ ეტაპზე აქვს და შეუძლია რომ შეეხოს. ანუ ამით რას ვარკვევთ? ამით ერთ მომენტში ხდება დროის გარკვეული ყურადღება გადაგაქვთ უბრალოდ ამ ამიდან და გასაგები. ფიქსაცია გარემოზე, აი გარემოს რეალობის აღქმაზე და შფოთვის დროს რა ხდება? მომავალზეა ძირითადად პროექცირებული ჩვენი შიშები და ჩვენი ფორიაკი, ხომ? აი ამ კონკრეტულ მომენტზე აი აზპოზე ფოკუსირების ტექნიკა. მიშო, რა არის შემდეგი საფეხური? შემდეგი 2 რაღაცას ვეუბნებით, რაც რისი სურნელით შეუძლია რომ შეიგრძნოს და ბოლოს 1 რამ, რისი გემოთ შეუძლია რომ გაიხსენოს. აი ამ შეგრძნებების გაცოცხლებას ემსახურება ეს სავარჯიშო. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ გვერდით ყოფმა ადამიანმა არ უნდა გააჟღეროს ისეთი ფრაზები, რაც შეიძლება გაღიზიანების მიზეზიც კი გახდეს. როგორიც არის დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე, ეს არაფერი არ გჭირს, შენ ცუდად არ ხარ, ცუდად ვარ, ყვდები, შფოთვითი აშლილობა მაქვს და აი ხშირად ეს ფრაზები მართლა დამამძიმებელია ხოლმე. და სხვათა შორის ერთი ამას თემასაც უნდა შევეხო აუცილებლად, რაც გვაქვს დრო რო იქნება ამაზეც თქვა, ძალიან გახშირებულია ეს პატარა ასაკში. ანუ დაახლოებით 15, 16, 17, 15-დან სადღაც 23-24 წლამდე, იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა ამ ბავშვების შეხედულება რა იწევს ამ ყველაფერს, მაგრამ ბევრი ამბობს თაკო იმას, რომ თავში მესმის რაღაცა ან ზუზუნი ან მე არ ვიცი შფოთვიდან არის გამოწვეული თუ სხვა მიზეზია, მაგრამ ეს ფაქტები არსებობს. დიახ. საინტერესოა ვისაუბროთ იმაზე, რა არის ახალგაზრდავებულია ეს პრობლემა, საინტერესოა. ახალგაზრდავებულია, დიახ და მარტივად იკითხე შენ მე ამხელა ის. დიახ, ნამდვილად ასეა. აი წეღა რო ვახსენეთ ციფრი 301 მილიონი ადამიანი, რომელიც შფოთვითი აშლილობით იყო დაავადებული, მათგან 58 მილიონი იყო ბავშვი ან მოზარდი. რასაც არის ეს დაკავშირებული ცოტა რთული სათქმელია, თუმცა შფოთვითი აშლილობების განვითარებაში 3 ძირითად ფაქტორს გამოყოფენ. ერთი ეს არის გენეტიკური ფაქტორი. და არაერთი კვლევა არსებობს. დიახ, არაერთი კვლევა არსებობს, რამდენიმე გენის მუტაციაა შესწავლილი, რომელიც ასოცირებულია შფოთვითი აშლილობის განვითარებასთან. მეორე ეს არის ნეირობიოლოგიური ფაქტორი, რაც გულისხმობს თავის ტვინის გარკვეულ უბანში მედიატორების გამოთავისუფლების დარღვევას და ძირითადად ჩართული მედიატორების სეროტონინი და გამა ამინო მოსწავაა და სწორედ ეს მედიკამენტები, რომლებითაც შფოთვითმა აშლილობებს მართავთ, ამ ნეირომედიატორებზე მოქმედებს და მესამე ეს არის სოციალური ფაქტორები, რაშიც გარემოს სტრესული ფაქტორები მოისაზრება. როგორიც არის თქვა ძვირფასი და საყვარელი ადამიანის დაკარგვა, პრობლემები, რომელიც შეიძლება მოზარდს ჰქონდეს სკოლაში ან ზრდასრულ პირს სამსახურში, შეიძლება ეს იყოს ოჯახში არსებული კონფლიქტი და ასე შემდეგ. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ერთი კონკრეტული ფაქტორი როგორც წესი შფოთვითი აშლილობის განვითარებას ნაკლებად იწვევს და მისი გენეზი წარმოშობა უფრო მულტიფაქტორულია. მიშო, ძალიან მოკლედ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ გადაკვეთის წერტილები აღარ გქონდეს შფოთვითი აშლილობის მთავარ ტრიგერთან. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის ეს სამწუხაროდ ვერ ხერხდება. შესაბამისად, მკურნალობის ხანგრძლივობაც რაც ხშირად დაინტერესებს პაციენტს, რამდენი ხანი უნდა მივიღოთ მედიკამენტი. სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის პაციენტი ექსპოზირებული, ანუ იმ სტრესული გარემოს ზემოქმედების ქვეშ, რამაც შფოთვა გამოიწვია. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კი, ძალიან მინდოდა მოკლედ ანტიდეპრესანტებსაც შევხებოდით უცებ
რომ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს სწორედ აი ამის შესახებ, რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი რომ ჩავრთოთ მედიკამენტოზური მკურნალობა. თანამედროვე გაიდლაინებით მოწოდებულია, რომ სუბუქი ან საშუალო სიმძიმის შფოთვა საწყის ეტაპზე შესაძლებელი იყოს მხოლოდ ფსიქოთერაპიული ჩარევა. და ყველაზე მეტად აღიარებული და კვლევებზე დაფუძნებულია, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია არის ყველაზე ეფექტური. ანტიდეპრესანტების და მედიკამენტოზური მკურნალობის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც გამოხატულია ძლიერი ფუნქციის მოშლა, როდესაც პაციენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ამ შფოთვას ვეღარ უმკლავდება. საჭიროა ფსიქიატრთან ვიზიტი და რასაკვირველია მაყურებელს მოუწოდებ, რომ თვითნებურად ანტიდეპრესანტების მიღება არ არის რეკომენდებული და ძალიან საშიშია, გამომდინარე იქედან, რომ მათ აქვთ საკმაოდ სერიოზული გვერდითი ეფექტებიც, ამიტომ საჭიროა კომპეტენტური პირის დანიშნულება ამ თვალსაზრისით. მიშო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც გაგვიზიარეთ დღეისთვის ჩვენს ტელემაყურებელს დაეხმარება, რომ მართოს ეს პრობლემა, შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები. მადლობას გიხდით, შევხვდებით აუცილებლად მომავალში ერთმანეთს.